გამარჯობათ, მოგესალმებით თანაქალაქელებო. მოგესალმებით სრულიად საქართველოს, მივესალმებით მოკლედ ამ პატარა ტრიბუნიდან ესე ვთქვათ. და გისურვებთ წარმატებას ამ ბრძოლაში, რომელ ბრძოლაში პირდაპირ თუ ირიბად ყველანი ჩართულები ვართ და სრულიად საქართველო ჩართულია ამ ბრძოლაში. რაც დღეს სახეზე ჩანს, გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას ამ ბრძოლაში, რომელი გამარჯვებაც აუცილებელია და გარდაუვალია. და რატომ არის ეს ბრძოლაში გამარჯვება გარდაუვალი ამასი გეტყვით რომ ჩვენ ჭიათურას ვერ დავტოვებთ, ჭიათურას ვერ გავანადგურებთ და ვერ წავშლით რუკიდან და ვერ ვაქცევთ ერთ დიდ კარიელად. ჭიათურა იყო ქალაქი, დღეს არის მეორე ხარისხის ქალაქი, მაგრამ ჩვენ უნდა დაუბრუნოთ მას ის სიცოცხლე, რომელიც სიცოცხლეც წლების წინ ჰქონდა და დღეების და თვეების წინ ჰქონდა. და ამ ბრძოლაში რატომ ვართ ჩვენ მაღარველები, ძლიერები და რა შეგვიძლია ამ ბრძოლისთვის გავაკეთოთ? ემასაც აგიხსნით ახლა მოკლედ. მაღარველი ადამიანის ბედი, ვინც მაღარველები არ ხართ, მოგეხსენებათ კარგად რომ გვირავში რომ შედის ადამიანი, პირჯვარს ისახავს და არ აქვს გარანტირებული გამოვა თუ არა იქიდან. და არსებობს ესეთი ნათქვამი, გამონათქვამი რომ ადამიანი გაცნობა იგივეა ომში და მაღაროში ერთი და იგივეა მოკლედ. გამოვლილი მაქვს ჯარი შეიარაღებული ძალების და ომის გამოვლილი მაქვს და მაღაროს გამოვლილი მაქვს და დარწმუნებული ყავით რომ ერთი და იგივე ბალანსი ან უფრო ცოტა მეტი საშიშროებაა მაღაროში. და ოჯახის წევრები დღეს ყველას გვერდით გვიდგანან, ალბატონებო და ბატონებო. იმ ოჯახის წევრებმაც არც ერთმა არ იციან გამოგზავნილი ოჯახიდან ლუკმაბურის მისატანად წამოსული მამაკაცი სახლში ცოცხალი დაბრუნდება თუ არა. ანუ ყველანი შეგუებული ვართ იმ ყოველდღიურ ლუკმაბურის საშოვნელად სიცოცხლის რისკში ჩაგდებას და ჩვენ მოკლედ ვერაფერი ვერ შეგვაშინებს. ვიცავთ საკუთარ მიწას, ვიცავთ საკუთარ ჭიათურას და ეს ყველაფერი გვაძლიერებს ის ყოველდღიური სიკვდილის შიში, რომელიც ჩვენ თითქმის დაძლეული გვაქვს თითოეულ ჩვენ ქალაქებს, თითოეულ მაღაროებს. ამიტომ ამაზე უარეს ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერ შემოგთავაზებს და ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვანახებს. უკანასკნელ ჭიათურელამდე ვიბრძოლებთ როგორც უკანასკნელი ჭიათურის დამცველი ვიქნები მე პირადად და არ დაუთმობთ ამ ყველაფერს და ვერ ავიხიზნებით და ვერ გავიხიზნებით ყველა ქალაქის მოსახლეობა და ვერ დავტოვებთ ამ ქალაქში ინვესტორს, რომელმა ინვესტორმაც ისეთი რამე გაგვიკეთა, რასაც ადამიანმა შეიძლება საკუთარ მშობელს არ აპატიო. პირდაპირ დაგვტოვა და მიგვატოვა პირდაპირ ბანკებთან და პირდაპირ დაგვტოვა და მიგვატოვა მშიერ ოჯახის წევრებთან, უკამფეტოდ დარჩენილ ბავშვებთან. ამას ჩვენ არ ვაპატიებთ ინვესტორს, ვერ ვაპატიებთ და ვერ ვეტყვით რომ მოდი დავждეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. და შესაბამისად ჩვენ ინვესტორს აღარც კი განვიხილავთ ეს დღეების წინ დავასახელეთ. ვესაუბრებოდით 2023-2019 წელი და იმის წინა წლებში ყოველთვის იყო ხელფასის მატებაზე, რაღაც პროცენტულ მატებაზე საპროტესტო აქციები. და მოგვიმატებდნენ ან ორშაურს ესე ვთქვათ და მე მომავალი დღეები ისე ვიზრდებოდა შრომითი პროცესი და ეს მომატებული ხელფასი ჩვენ კისერზე გადადიოდა ისევ და ისევ მადნის მომატებით. ეხლა რასაც ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი და სწორუპოვარი, ასე ვთქვათ და რა ვიცი, აუცილებლად უნდა მიიღწეს ამ შეთანხმებას. ვითხოვდით გროშებს, როდესაც გვეკუთვნოდა ოქროები. 10 წელია ვმუშაობ წარმოებაში და ძალიან ბევრი ჩემი ზემდგომი მოსული პატარა სავეცკი ნივით გამიგზავნია, დაუმთავრებია ჩემთან ურთიერთობა და წასულა ძვირადღირებული ჯიპით. მოსულა ჭიათურაში ნაქირავები ბინით და წასულა თბილისში.